დაახლოებით აქ მოსვლამდე იმ ატალახებული ამ მდინარიდან საშინელი ფერი რო აქვს დაგჭირდა 3 წუთი, მე მგონი 5-იც არა. არცა. დიახ, აი ხა რა ადგილას ვართ? ახლა ვართ იმ ადგილიდან მოშორებული, სადაც საბულბუქის ბინძური წყალი ჩაედინება მდინარეში, დაახლოებით არც არის 1 კილომეტრი. პირდაპირ მდინარის იმით რა ვიყოთ 200-300 მეტრი. 200-300 მეტრა და ეს ისევ იგივე მდინარია, რომელიც გადავიღეთ კაზრეთში და რომელიც გადავიღეთ აბულმუგის ხეობასთან. შეადარა. და შედარება მოახდინეთ. და მოახდინოს ყველა სამინისტრო, ყველა ორგანიზაციამ. რა იმაში ცხოვრობს. და საათი ჩაედინება იმის გამო არაფერი აღარ ხარობს. თამაზ, ეს სანამ აი აქ კარიერი ამუშავდებოდა. ამის იქით რაც გადავიღეთ კაზრეთი აბულმუგის ხეობასთან მდინარე როგორი ფერი იყო? კაზრეთი თულამდე იყო იგივე. ანუ ჩვენ სადაც გადავიღეთ სუპირველი კაზრეთის შესასვლელი ხიდი რომ არის, იმის კიდევ ქვემოთ მოდიოდა ესეთი სუფთა მდინარე და სადაც უერთდება მადნეულიდან ჩამავალი წყალი მდინარეს იქამდე. სულ ესეთი სუფთა მდინარე იყო. მაგრამ წეგან გადავიღეთ ის ახალი კარიერიდან ჩამავალი ეს წყალი და შეადარეთ ეს წყალი. ერთ იგივე ფერია. არა, ისეთი რადიკალური და თვალშისაცემი განსხვავება მე კითხეთ და კიდე მოვდიოდი და მეგონა რომ ვერ წარმომედგინა რომ ესეთი პატარა ღელე ამ ხელა უზარმაზარ მდინარეს ფერ შეუცვლიდა. სვატაჟურის მადნეულიდან ჩამავალი წყალიც ზუსტად მაგაზე უფრო პატარაა, მაგრამ დაბლა მდინარეს მაგაზე უარეს ფერს აძლევდა ხოლმე ის. იცით რა მაინტერესებს? აი ამ მდინარით რა ირწყვება ბოლნის რო გაცდები, რა სოფლები? 1 წუთით ხმა აქ შემიშლის ჩაწერაზე. ამ მდინარით ჯერ აქედანვე დაიწყო არხის გატანა. არხი ზემოთ არის გაკეთებული. იქიდან გამოყოლებული. სარწყავი არხი კი? სარწყავი არხი კი. დიახ. იქიდან გამოყოლებული მთლიანად მიდის ეს ირწყვება ეს ტერიტორია, ეს ჩადის სოფელი კიანეთია, იქამდე მიმავალი ირწყვება ეს ტერიტორიები. მერე იქ ჩადის პატარა მინი ჰესია, იმ ჰესში ჩადის, მაგრამ დაბლიდან, სადაც ამ არხის ქვედა მხარეს, სადაც ბინძურდება. იქიდან მიდის მთელი ბოლნისის ტერიტორია ირწყვება. და თვითონ ბოლნისის მარნეული რაღაც პატარა მონაკვეთი. თვითონ ბოლნისის მოსახლეობას აზერბაიჯანული ეროვნებით დასახლებული სოფლებში შეხვიდეთ, თვითონო გეტყვია. ეს წყალი ამ წყლით ირწყვება ყველანაირი მოსავალი და ვენახი. და მე იმას მიირთმევთ თქვენ და ჩვენ თბილისში, აქედან ჩამოტანილი. მე საქართველოს. ძიმე მეტალებით გაჯერებულ პროდუქტებს. ძალიან დიდი მადლობა, ეხლა ახლოს გადავიღებ კიდევ ერთხელ ამ მდინარეს, რომ ნახონ როგორი კრიალა სუფთა მოდის და აი ამ თოვლიან და თოვლჭყვაპიან ამინდში.